ბატონი პაატაგვიჟინაძე. კვლავ მოგესალმებით. პროგრამაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ოპოზიციის გამოსვლის შემდეგ არ შემიძლია პასუხი არ გავცე რამოდენიმე საკითხს. პრინციპში ყველაფერი მიდის იქით, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ჰქონდა ძალიან კარგი პროგრამა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ყველაფერი ცუდად არის და ახლაც აქვს კარგი პროგრამა და ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროგრამას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ წინა 4 წლის განმავლობაში არავითარი პროგრამა ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში პარლამენტში. ერთადერთი რაც მახსენდება 14 წლის დეკემბერში შემოიტანეს რაღაც კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, სამი ფრაქციის ხელმძღვანელი აწერდა ხელს. ისეთი სუსტი იყო და ისეთი აბსურდული იყო, რომ კომიტეტებზეც ვერ გამოიტანეს. ესწრებოდნენ კომიტეტებს, როცა მოვიდოდა დრო, რომ განხილული იყო ეს საკითხი, გადიოდნენ გარეთ. რო ვეკითხებოდით, რატომ არ გამოგაქვთ ეს კანონი, თქვენს რომ ეგ რაღაც შეცდომები გვაქვსო და 36 პუნქტიან შემოვიტანთ ძალიან მალე და არ შემოუტანიათ. არავითარი გადაწყვეტილება, არავითარი პროგრამა ნაციონალურ მოძრაობას არ შემოუტანია. ახლა რაც შეეხება ახალ პროგრამას, რაც მათ აქვთ. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, სადაც ეს ყოვლის მომცველია და ყველა დარგს ეხება და ყველა მიმართულებას, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან მარტივი პროგრამა, ვინც წაიკითხა, რაც აგებულია იმაზე, რომ შევამციროთ გადასახადები და გავზადოთ ხარჯები, კერძოდ პენსიები, რომელიც თვითონ სიტყვა არის აბსურდული, შეუძლებელია თუ ამცირებს შემოსავლებს გაზარდო ხარჯები. მე კიდევაც გამოვაქვეყნე და ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩამონათვალი არის და ძალიან მარტივად დასათვლელი. ისინი ამბობენ, რომ 5% შევამციროთ საშემოსავლო რაღაც 630 მილიონი გამოდის. მოგების გადასახადი ისედაც დაახლოებით იმდენი ხარჯი აქვს. აქციზებზე 60 მილიონი, 80 მილიონი ზღვარი საწევაზე, 500 მილიონზე მეტი პენსიები, 250 მილიონი მოსწავლეები და ასე შემდეგ. სულ გამოდიოდა 2 მილიარდ 300 მილიონი ბიუჯეტის გარღვევა, დისბალანსი. და ამას რითი აბალანსებდნენ? მილიარდ შევამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს. კიდევაც რომ შეემცირებინათ ის მილიარდი, მაინც რჩებოდათ გარღვევა მილიარდ 300 მილიონი, მაგრამ ის მილიარდიც მე და ბატონი კაკაურიძე 3 წელი 4 წელია ვეხვერწევით ყოველი ბიუჯეტის დამტკიცებაზე, გამოვდივარ მეც და ბატონი გიორგიც და ვეუნებით, გვითხარით ეს ადმინისტრაციული ხარჯები სად შევამციროთ. ბიუჯეტს აქვს კოდები, გვითხარით რომელი კოდი, რა თანხა შევამციროთ და მაშინ ექნება ამას და ეს იქნება კონსტრუქციული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის პიარი და რაღაც ვიღაცის მოტყუებაზე საუბარი. მეც ვეღარ ვიტყვი სამწუხაროდ რო არა გვაქვს, მინდა მთავრობას მიმართო. არის ძალიან კარგი მთავრობა, არის ძალიან კარგი პროგრამა და მიმართვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხალხმა დიდი ნდობა მოგცა და ამიტომ უნდა გავატაროთ რადიკალური ღონისძიებები, რაც არის საჭირო, რომ ეკონომიკა გაჩანზაღდეს. მე ვიცი, რომ ზუსტად ასეთი გეგმები აქვს ბატონ გიორგის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთება და ჩვენ ეკონომიკაში იქნება გარღვევა, როგორც ამას ბატონი პრემიერი ამბობს. მადლობთ. მადლობთ. ამით დასრულებულია პარლამენტის წევრთა გამოსვლები.